ფინანსური პირამიდების საკითხი, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში კვლავ აქტუალურია. ბაზარზე დროდადრო ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებები აქვთ და როგორც წესი მოქალაქეებს მაღალი სარგებლის დაპირებით იზიდავენ. ეს საკითხი კომპანია სფერო ჰოლდინგის საქმის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. პროკურატურა კომპანიის დამფუძნებელს და დირექტორს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ეტავება. საუბარია 254 მოქალაქეზე და მიყენებული ზიანი კი პროკურატურის მტკიცებით დაახლოებით 12 მილიონ ლარს აღწევს. რატომ რისკავენ ადამიანები რისკის გათვითცნობიერების გარეშე, როგორ უნდა ამოვიცნოთ ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა და რა როლი აქვს ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, სტუმართან, იურისტთან, ასევე ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარესთან ნინო ლიპარტიასთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. პირიქით დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო, პრაქტიკულ და პრობლემურ საკითხს შეეხეთ. შემოსული გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მუდმივად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. მოდით, ჩემ პირველი კითხვა ასეთი იქნება, რადგან ბაზარზე ფაქტია, რომ კვლავ არის ასეთი პრაქტიკა და საგამოძიებო უწყების პროკურატურის მტკიცებით კონკრეტულ მოქალაქეებსაც საკმაოდ დიდი ოდენობის ზიანი მიადგათ. რა არის ის მთავარი ნიშნები, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი ნიშნები, რაშიც უნდა ამოვიცნოთ ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა და ზოგადად რა სქემებს ხვდებით ახლა ბაზარზე და წარსულშიც, რადგან ვიცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქმე გქონდა სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ ფინანსურ პირამიდასთან. რას უნდა გაუფრთხილდნენ, ასე ვთქვათ, მოქალაქეები, ფიზიკური პირები, როდესაც მათ ურთიერთობა აქვთ, ეს იქნება საფინანსო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა საინვესტიციო ორგანიზაციები. დიახ, პირველ რიგში მე კონკრეტული საქმის შეფასებას და საქმის ირგვლივ ვერ გავაკეთებ იმ ხელას, იმიტომ რომ არ ვარ საქმეში ჩართული და შესაბამისად დამატებით ინფორმაციას და ვერც კვალიფიკაციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებ, თუმცა ეს არის საკითხი, კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომელიც სამწუხაროდ ყველა დროში მეტნაკლებად აქტუალურია და სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, იმ პირებს, ვისაც სურთ, ან ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ სახელშეკრულებულ ურთიერთობაში შევიდეს მსგავსი სახის კომპანიასთან, ის აუცილებლად უნდა იყოს წინდახედული და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამოდენიმე საკითხი. ეს პირველ რიგში ვინაიდან კიდევ ერთხელ ამბობ, მე კონკრეტულად ამ დავის მიმართ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არის კონკრეტული რჩევები და კონკრეტული საკითხები, რომელიც სახელშეკრულებულ ურთიერთობის დაწყებამდე ხელშეკრულების მხარე, ანუ ამ შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა, იმიტომ რომ როგორც წესი, თქვენს ახსენეთ კიდევაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებული არის 254 მოქალაქე, თუმცა ჩვენ გვახსოვს სხვა кейსები, ბუნებრივია, ახლა მე ვერ დავასახელებ კონკრეტულს, მაგრამ სულ რამოდენიმე წლის წინ ძალიან გახმაურებული საქმე იყო, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი რეკლამა ჰქონდა და მათ შორის ძალიან ცნობილი სახეები უწევდა რეკლამას, მათ კონკრეტულად ისესხეს საქართველოს მოქალაქეებისგან თანხა, კონკრეტული საკმაოდ სუყე და საკმაოდ კარგი მოცულობის საპროცენტო სარგებლის დარიცხვისა და თანხის ძირთან ერთად ამ საპროცენტო სარგებლის უკან დაბრუნების პერსპექტივით. პრობლემა არის ის, რომ რა არის სამართლებრივად აღნიშნული ურთიერთობა. როგორც ერთ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში სახეზე გვაქვს სესხის ხელშეკრულება, როდესაც ის მოქალაქეები, ფიზიკური პირები ემთავრებიან ფინანსურ რესურსს სესხის ხელშეკრულებით გადასცემენ იმ კომპანიებს. ერთ შემთხვევაში ხა ის კომპანია, რომელიც თქვენ დღეს დაასახელეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ასეთი მრავალი იყო ბაზარზე და სასამართლოს ისტორიას ძალიან ბევრი ახსოვს აღნიშნული დამები. სესხის ხელშეკრულება ეს არის ჩვეულებრივად სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და თითქოს ერთი შეხედვით აქ პრობლემა არ არის და სესხის ხელშეკრულება მეტნაკლებად რეგულაციის დაცვით უნდა დაიდოს და თავისუფლად შესაძლებელია დაიდოს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირ შორის, მაგრამ პრობლემა წარმოიშვება როდის? პრობლემა წარმოიშვება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემდგომ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ერთი კონკრეტული ხელშეკრულება ვნახე, სადაც მთავარი პრობლემა ამ სესხის დაბრუნების არის ის, რომ როდესაც დადგა სესხის უკან დაბრუნების საპროცენტო სარგებელთან ერთად ან მის გარეშე სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების პრობლემა წარმოიშვა, რა თქმა უნდა, ის კომპანია, რომელმაც მიიღო ეს ფინანსური სახსრები მოიზიდა სათანადო რესურსის არარსებობის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლებელია თავისუფლად არის შესაძლებელი მესამე პირის მიერ შექმნილი თუნდაც უზრუნველყოფის ღონისძიება იქნა გამოყენებული და ფაქტია რომ რაღაცა დამოუკიდებელი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზიდან საფუძვლებიდან გამომდინარე ფაქტია რომ მხარე ვერ აბრუნებს ამ მიღებულ სესხის თანხას. რომ კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება იყოს მხოლოდ ძირითადი თანხა, შესაძლებელია იყოს საპროცენტო სარგებელთან ერთად. და რომ ვერ აბრუნებს, პრობლემა მერე წარმოიშვება, იმიტომ რომ მერე მიმართავს და ეძებს ეს ფიზიკური პირები გადაწყვეტილებას და გამოსავალს და მერე მიმართავენ იურისტს. მე ყოველ შემთხვევაში
ყოველთვის ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს ყველა ერთადი საშუალებით, სადაც მაგ ამას ვიმყენებ, რომ ვურჩევ, რომ სანამ სახელშეკრულება ურთიერთობა წარმოიშვება, ჩართედი იურისტი, შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე იურისტი, რომ მან სწორად შეაფასოს აღნიშნული. აი ეს შემთხვევაც და წინა შემთხვევაც ეს ძალიან გახმაურებული ხომ თავი დასახელებისაგან თავ შევიკავებ. სწორედ პრობლემა ეს იყო, რომ სახეზე ჰქონდა სესხი, სესხის ხელშეკრულება იყო სანოტარო ფორმით დადასტურებული და აქ პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ არაუზრუნველყოფილი იყო. და იმ წინა შემთხვევაში სამწუხაროდ დადგა დამოსული ვალდებულება, თუმცა ფინანსური რესურსის არარსებობის გამო აღნიშნული ფიზიკურმა კომპანიამ ვერ შეასრულა და მოთხოვნა სასამართლოს მიმართა მხარემ ამ შემთხვევაში ფიზიკურმა პირმა, თუმცა თანხის დაკისრების მიუხედავად ვერ აღსრულდა გადაწყვეტილება. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეების და გამსესხებლების, ანუ იმ დაზარალებულ პირთა სურვილი რა არის, მათ არანაირი სურვილი არ აქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. უბრალოდ ეს არის მათი უკიდურესი ვითარება, როდესაც სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ და მიმართავენ ამ ღონისძიებას. მათ აქვთ მთავარი ინტერესი გაცემული თანხის უკან დაბრუნების და როგორც წესი სათანადო ფინანსური რესურსის არარსებობის გამო ის ვერ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევთ ხოლმე, როდესაც სესხის ხელშეკრულება იდება, ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის რომელიმე საშუალება. ეს შეიძლება იყოს გირავნობა, იპოთეკა, თავდებობა ან საბანკო გარანტია ან რომელიმე სხვა. შესაბამისად, ამის კონსულტირება აუცილებლად უნდა მოხდეს სახელშეკრულება ურთიერთობის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი ალბათობით მივიღებთ გაპრობლემებულ საკითხს. თქვენ შეფასებით თქვათ, რატომ უხეშად რომ თქვათ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ხო, ურემი როცა გადაბრუნდება მერე, ანუ როდესაც ზარალი დადგება, ან უკვე რაღაცნაირად ვეღარ ხდება ამ თანხების ამოღება ან დაბრუნება, შემდეგ არის რომ მიმართავენ თქვათ იგივე საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას და შემდეგ ასე ვთქვათ პოსტფაქტუმ ფაქტის წინაშე რომ დავდგებით მერე ხდება, ხო, ამ ყველაფრის გარკვევა, ანუ რაღაცნაირად არ თავად მოქალაქეებიც ვერ იაზრებენ წინასწარ არ იღებენ ამ რისკებს, ვერ აანალიზებენ, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში. თქვენ თქვით რომ ყველა შემთხვევაში წინასწარ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი იურისტთან. როდესაც ნებისმიერ სახელშეკრულება ურთიერთობაში შევდივართ და მით უმეტეს ეს როგორც წესი უკავშირდება თანხის გასესხებას, რა თქმა უნდა კვალიფიციური იურისტის ჩართულობა აუცილებელია. მე ამას ერთ ძალიან მარტივ სახელს დავარქმევდი და აი ამას ასე ვუწოდებდი ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილე. ვერ ვიტყვით რომ ცნობიერება არ ამაღლდა, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სანამ ამ სახელშეკრულება სუბიექტთან რომელიც თქვენ დაასახელეთ დადებდნენ ურთიერთობას არაერთმა ფიზიკურმა პირმა მომმართა და მე გავეცანი რა მათ შორის წავიკითხე ხელშეკრულება და ვურჩიე რომ ეს შეიძლება გაპრობლემდეს აი ეს სხვადასხვა მიზეზების გამო და მე მათ არ გავუწიე კონსულტაცია რომ დაედოთ გარიგება. თუმცა არიან ფიზიკური პირები აღმოჩნდა და მათი რიცხვი ხა საკმაოდ მოცულობითია, რომელმაც ან სათანადოდ ვერ შეაფასა ეს რისკი, ან კონსულტირება ვერ განახორციელა, ან განახორციელა, თუმცა მაინც მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისად ცნობიერების ამაღლების საკითხი მეტად მნიშვნელოვანია. ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში არის პრობლემა ეს სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებისას, იმიტომ რომ მეტნაკლებად ჩვენ სახელშეკრულებები და ურთიერთობები, ბიზნეს ურთიერთობები და შრომითი ურთიერთობები, საქმიანი ურთიერთობები ნდობაზეა დამყარებული და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ მაღალი ალბათობით ეს კომპანიაც იყო დამაჯერებელი და მისი იყო დამაჯერებელი და სწორედ ამას ენდნენ ფიზიკური პირები. თუმცა თუ ვინმე გამოიჩენდა გულისხმიერებას და კონსულტირების მიუხედავად მაინც დადებდა სახელშეკრულებო ურთიერთობას, ეს ბუნებრივია, მისი არჩევანი იქნებოდა და ბუნებრივია შესაძლებელია მას მერე ეს თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და რისკის წინაშე მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რა არის? გასაგებია რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველაფერს დეტალურად ვერ დავალეგულირებთ, შეიძლება რაღაცა თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე რეგულირება მოსავალი არც იყოს, მაგრამ აი სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ანუ ხოდ იქამდე მივდივართ, რომ შეიძლება თქო გამოძიება დაიწყოს თუ აი რა შეიძლება, აი რა რგოლი აქვს ამ ყველაფერში, იგივე თქო მოქალაქეს უნდა კონდეს, ხო, თავისი რისკების გაცნობიერების სახელმწიფოზე რო ვისაუბროთ რა არის. ეს აუცილებელია, რომ მოქალაქემ აიცოდეს აღნიშნული და სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე მიმართოს იურისტს და გააცნობიეროს ეს რისკი, იმიტომ რომ მე რამდენი შემთხვევა უკვე. მაგრამ ეხლა რაც შეეხება სახელმწიფოს, მე მაგალითად ვისურვებდი, როდესაც ხდება ესეთი კომპანიების გამოჩენა და საქმიანობის დაწყება, ანუ ჩვენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შედეგებს ვიღებთ უკვე გართულებული ვითარების დროს. კიდევ ერთხელ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა არ არის მოქალაქის სურვილი. ეს არის უკიდურესი გზა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რეგულირების ნაწილში კომპანიამ საქმიანობის დაწყებამდე აღნიშნული სფეროს რეგულირება განახორციელოს და მათ დაავალოს სათანადო ფინანსური რეზერვის არსებობა, თუ ის დაიწყებს ამგვარ საქმიანობას. აი მაგალითად საბანკო
შემთხვევაში მაგალითად შეიძლება ან ეროვნული ბანკის შემთხვევაში და ვიცით როგორი მკაცრი რეჟიმის ქვეშ ექცევა ასევე საკრედიტო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა კომპანიები, ანუ ფინანსური ინსტიტუტები ჩვენ ქვეყანაში მომეტებულ რეზერვირების ნაწილს და ფინანსურ ზედამხედველობას სავალდებულოდ ექვემდებარებიან. სწორედ ნაკლებია პრობლემა იმ საქმიანობას, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მხრიდან. იგივე შეგვიძლია თქვა სხვადასხვა კომპანიას. ისიც ფინანსური ინსტიტუტია, როდესაც გასცემს პოლის, ბუნებრივია ის ვალდებულია პოლისის გაცემის შემდგომ სათანადო ოდენობის ფინანსური რეზერვის თანხა დაარეზერვოს, ან გადაზღვის ინსტიტუტი გამოიყენოს. აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფო წინ დახედულია და აი იმ პრობლემის თავიდან არიდების გზით ამ მექანიზმს ძალიან კარგად იყენებს. შესაბამისად პრობლემების ნაკლებია აღსრულების ნაწილში. აქ მთავარი პრობლემა რა არის? ფინანსური რესურსი რომ არ არის და ვერ იღებს მოქალაქე გადაცემულ თანხას. აი ამიტომ წარმოიშვა პრობლემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მე არ ვიცი რამდენ არსებობს თუ არა ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ დამთავრებული დავებიც კი არ არის და თანხები უბრალოდ მიმდინარე დავებია და საქმეების უზრუნველყოფის ღონისძიებებია გამოყენებული, მაგრამ აი წინა გახმაურებულ кейს საქმეებში იქ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული თანხა ვერ აღსრულდა ფინანსური რესურსის არარსებობის გამო. ეს რეზერვირების და ზედამხედველობის ინსტრუმენტები და მექანიზმები აი ამ საკითხს აგვაცილებს ჩვენ თავიდან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. პრინციპში მიმოვიხილეთ ეს საკმაოდ საჭირო საკითხი და ბუნებრივია შემდეგ დაუბრუნდებით კვლავაც ამ თემებს. ნინო ლიპარტია იურისტი და ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.